ზოგადად მინდა გავაკეთო ერთი ფართო ვიდეო ქართულ მებრძოლებზე და მათ ასე ვთქვათ უნარებზე და პოტენციურ შანსებზე რომ გავხდნენ ტოპ მებრძოლები და ასევე მოგესალმებით წინა მძიმე კვირის შემდგომ გვინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი MMA-ზე, ქართულ MMA-ზე და ზოგადად MMA-ზე. ხვალ გამთენისას გვაქვს საკმაოდ საინტერესო დღე ქართულ ჭრილში, ორი ქართველი მებრძოლი გააკეთებენ დებიუტს, ორი საქართველოს წარმომადგენელი. ეს არის საკმაოდ საინტერესო და სასიხარულო ფაქტი, რადგან იყო დიდი პერიოდები UFC-ში, როდესაც საერთოდ ქართველი არ იყო UFC-ში და ეხლა ერთ ქარდზე უკვე ორი ქართველი აკეთებს დებიუტს, ორი ახალგაზრდა მებრძოლი, რომელსაც აქვს თავისი ასე ვთქვათ შანსები რომ რაღაც შედეგი დადონ. და იმ კვირის მერე რაც ჩვენმა დიდმა ჩემპიონმა გვანერვიულა, ასე ვთქვათ, და ზოგადად იმ შედეგმა გვანერვიულა, ეხლა გვექნება შანსი რომ ყურადღება გადავიტანოთ და ასევე ქართული MMA-ის ახალი თავი დაიწეროს და ახალი იმედები შეიქმნას. რეალურად მინდა ვისაუბრო ორივე დებიუტანტზე, ოთარ თანზილოვზე და ლევან ჩოხელზე. მოდი დავიწყებთ ოთარ თანზილოვით. თანზილოვი რეალურად საქართველოში გაზრდილი მებრძოლი არის, უკვე ასევე მოღვაწეობს და ვარჯიშობს უცხოეთშიც, მათ შორის ამერიკაში, ძირითად დროს მერაბ დვალიშვილთან ატარებს. ჩემთვისაც ეს საკმაოდ საინტერესო ბრძოლა არის, რადგან და ოთარის დებიუტი საინტერესო არის, რადგან ჩემ დარბაზშიც აქვს მას დრო გატარებული. უფრო ძირითადად ბუნებრივია გრაპლინგის კუთხით და ჯიუ-ჯიტსუს კუთხით. ის მოგეხსენებათ უფრო მაინც წამყვანი მისი, ასე ვთქვათ, სკილები არის სტრაიკინგში, თუმცა გრაპლინგი და ჯიუ-ჯიტსუც საკმაოდ განუვითარდა წლების განმავლობაში, ბევრი დრო აქვს დახარჯული და საკმაოდ ეფექტურად იყენებს განსაკუთრებით თავის მიმართულებებში, რომ თავისი, ასე ვთქვათ, ძლიერი მხარე გამოავლინოს მდგომში და როცა დაჭირდება, მას ასევე აქვს უნარები, რომ თუ საჭირო გახდა მისი ოპონენტი გადაიყვანოს მიწაზე და ასევე მიწაზე გარკვეული ზიანი და ასე ვთქვათ, თავისი თამაში მოახვიოს მის ოპონენტს. მისი ოპონენტი საკმაოდ, ასე ვთქვათ, ძლიერი მებრძოლი არის, საინტერესო მებრძოლი არის, დაუმარცხებელი 7-0 შეინ კოლინსი. ნოკაუტებით არის ცნობილი, ბევრი ნოკაუტი აქვს, განსაკუთრებით ბოლო ბრძოლებში. ასე ვთქვათ, ყველაზე მისთვის მნიშვნელოვანი კარიერული გამარჯვებები მოიპოვა ნოკაუტებით. საკმაოდ ძიმე ხელები აქვს, რეალურად ჰუკს, მარჯვენა ჰუკი აქვს საკმაოდ ძლიერი და ასე ვთქვათ, საფრთხილო არის ყურადღება მისაქცევია, რომ როდესაც ხელების დისტანციაზე არიან და ვთქვათ, ან ის მოიწევს წინ, ან ვთქვათ, ოთარი განახორციელებს თავის შეტევას, მნიშვნელოვანი არის, რომ დამალოს მისი ვთქვათ, ოთარის მარცხენა მხარე ამ შემთხვევაში, რომ მარჯვენა მხრიდან წამოსული დარტყმები დაცული იყოს, ან გასვლის დროს ხელი უნდა აწიოს, მხარი უნდა ჰქონდეს, მზად უნდა იყოს, როცა თავის შეტევას განახორციელებს, უკვე გასვლები გააკეთოს სწორად, თუ მარცხნივ გადის, რა თქმა უნდა, ჩავიდეს ქვევით, ან შეუძლია ჩახრილად ასევე ძალის საპირისპიროდ იმოძრაოს. ეს არის ჩემი მოსაზრებები, რომლებითაც ვთქვათ, რომლითაც შესაძლოა რომ მინიმიზაცია მოხდეს საშიშროებების წამოსული კოლინსისგან. ოთარი საკმაოდ ამტანი არის, მას ერთი წაგება აქვს მხოლოდ და მხოლოდ, ასევე საკმაოდ ძლიერ დამტყოლთან იჭხუბა. ჩემი აზრით ის ბრძოლა მან გაიმარჯვა. აფრიკელ მებრძოლს შეხვდა სახელად მუსასა, რომელიც მე UFC-ში გადაიყვანეს კონტრაქტი მისცეს, თუმცა UFC-ში მისთვის საკმაოდ ცუდად წავიდა საქმე, მაგრამ იმ ბრძოლაში კლასით ჩემი აზრით გაცილებით დაჯაბნა ოთარმა, უბრალოდ სულ ზეწოლა, ასე ვთქვათ, წინ სიარულის ზეწოლა იყო აფრიკელის მხარეს, მუსასას მხარეს და ამის ხარჯზე ჩემი აზრით საჯება მიანიჭეს, ასე ხო ჟიური მიანიჭა მას გამარჯვება. თუმცა მე მაგ დროს ჩავთვალე და ვთქვი კიდევაც რომ ოთარმა გაიმარჯვა, ახლო ბრძოლა იყო ბუნებრივია, მაგრამ გაიმარჯვა და
მას უნდა მიცემოდა შანსი რომ გადასულიყო UFC-ში. ასე რომ ცირე, ასე ვთქვათ, დიტური ქონდა მას, მაგრამ ეხლა უკვე შეუძლია რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს და მას ეძლევა შანსი რომ UFC-ში დებიუტი მოახდინოს, წარმატებული დებიუტი მოახდინოს, თუმცა ესეთი ბრძოლა არის, სადაც UFC ჩემპიონს უყურებს, რომ პირდაპირ ორ პროსპექტს ასე ვთქვათ ატაკებს და ვინც გამოვა ყველაფრიდან ამ ცეცხლიდან გამარჯვებული მათ არ აღელვებთ, მზად არიან რომ ასე ვთქვათ გაცხრილონ თავიანთი პოტენციური კონტენდერები თავიდანვე და არ ერიდებიან რომ მსგავსი მეჩაპები გააკეთონ, ასე რომ არ იქნება ადვილი ბრძოლა ჩემი აზრით, მძიმე დარტყმელი არის მისი ოპონენტიც, მაგრამ ოთარს აქვს ყველანაირი უნარები რომ ისეთ დისტანციაზე და ტემპით ეჩხუბოს, რაც მისთვის არის მისაღები, ის ასევე გაცილებით უკეთესად ხმარობს ასე ვთქვათ, ფეხით შეტევებს, ფეხით დარტყმებს, ვიდრე მისი ოპონენტი, რაც ასევე საშუალებას მისცემს, რომ დისტანცია იმ დონეზე აკონტროლოს და იმ ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე დატოვოს, სადაც მას სურს ეს ყველაფერი, რომ დარჩეს. წარმატებას უსურვებ ოთარს, ბრძოლის შემდგომ შევეცდები, რომ ბრეიქდაუნი ასევე გავაკეთო ბრძოლის მერე, ოთარის გამარჯვება იქნება ჩემი აზრით საკმაოდ კარგი განაცხადი, რომ ის არის ნამდვილად ყურადღება მისაქცევი პროსპექტი და ჩემი აზრით ასევე UFC პატივს სცემს მას, რადგან ესეთი დებიუტანტი, ანუ ესეთი ოპონენტი დაუყენეს დებიუტზე, იმის მიუხედავად, რომ ის დებიუტანტია, ასე რომ იმედი მაქვს, რომ ოთარი გაიმარჯვებს და რეალურად ქართულ MMA-ში კიდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დაფიქსირდება. ეხლა რაც შეეხება ლევან ჩოხელს და მის ოპონენტს, ლევან ჩოხელის ოპონენტი გახლავთ სომეხი წარმოშობის მებრძოლი ლეონ შაბაზიანი, რეალურად ამერიკელი სომეხი არის, გლენდეილში ცხოვრობს და მას ჰქონდა ასევე ბრძოლა კონტენდერებში, ის დამარცხდა ნოკაუტით ფილ როუსთან. მისი რეალურად ასე ვთქვათ პლუსები არის ძირითად შემთხვევაში უფრო საბმიშენები, თუმცა მდგომიც არ აქვს უდი, საკმაოდ მაღალი არის, გრძელია, მაგუთხითაც ნუ ლევანზე უფრო მაღალი არის და ეგ უპირატესობა რაღაც დონეზე ექნება, თუმცა ნუ ლევანს გაცილებით უფრო მეტი ძალა აქვს, ჩემს აზრით უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ბევრად უფრო მეტი უნახავს MMA-ში, უკვე ამ ეტაპზე, რადგან ნუ ბელატორის გამოცდილება ტოპ ლეველზე ჩემი აზრით UFC-შიც საკმაოდ შორს წვდება, ასე ვთქვათ, შორს წაგიყვანს, მას ტოპებში აქვს ბრძოლები ჩატარებული. ნუ ერთ-ერთი ბოლო წაგება სამწუხაროდ დამარცხება ჰქონდა ლორენს ლარკინთან, რომელიც ნუ ერთ-ერთი ჩემი თავიზოზე ჩემთვის საკმაოდ საინტერესო მებრძოლი იყო, სტრაიკფორსის დროიდან უყურებ და ძალიან დინამიური სტრაიკერია და შესაბამისად ნუ ასევე UFC-ს ვეტერანია, სტრაიკფორსის ვეტერანია, ბელატორის ვეტერანიც არის და რეალურად საკმაოდ რთული ბრძოლა იყო და ამ ბრძოლიდან დარწმუნებული ვარ ლევანმა რაღაც დასვენები გამოიტანა. თავიდანაც თან არის ლევანს საკმაოდ კარგად მიყავდა ბრძოლა, თუმცა ისევ და ისევ როგორც ბევრჯერ გვისაუბრე ამ ყველაფერზე, ეს არის MMA და ერთმა დარტყმამ შეიძლება ბევრი რამე გადაწყვიტოს. იქ გაატარა ერთი დარტყმა, სადაც რის მერეც უკვე სამწუხაროდ ვეღარ მოახერხა დაბრუნება. ლორენს ლარკინს ყავს ძალიან სერიოზული ხალხი დამარცხებული, შესაბამისად ეგეთი გამოცდილება და ეგეთი მებრძოლთან ბრძოლის გამოცდილება ლეონს არ აქვს, ასე რომ გამოცდილების კუთხით და ძალის კუთხით ლევანს აქვს საშუალება, რომ ჩემი აზრით მას მიაყენოს, ასე ვთქვათ, დიდი ზიანი და მას ის დაჯავნოს ბრძოლაში. ასევე ჩემი აზრით გაუჭირდება ლევანის გადაყვანა, მიწაზე გაკონტროლება, ამაზეც უკვე ლევანი წლებია მუშაობს, თავიდან ქონდა ბელატორის დებიუტში მაკუთხით, ნუ პრობლემა, როდესაც რეალურად გააკონტროლეს მიწაზე, სამიშენებითაც აქვს მას წაგება, მაგრამ იამაგუჩისთან აქვს წაგება, რომელსაც ნუ ძალიან მაღალი დონის მებრძოლები ყავს დამარცხებული, მაგალითად ერთ-ერთი არის ნეიმან გრეისი
და ეს ყველაფერი იმაზე მაჩვენებს, რომ ჯერჯერობით ლევანი იმ დონეზეა, რომ თუ საკმაოდ ტოპ ლეველი არ ხარ, მისი დამარცხება ძალიან რთული იყო. ამასთან დამატებით ის ვითარდება, ის ასევე მერაბ დვალიშვილის გემში ვარჯიშობს მერაბთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესირებს, მას აქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი, რომ ყველა, ასე ვთქვათ, ნიუანსი და ასპექტი დახვეწოს უკვე ამერიკაში მაღალი დონის პარტნიორებთან ერთად, ცნელებთან ერთად და თქვათ ის ნაკლოვანები, რაც პოტენციალად შეიძლება ქონდა, გაიუმჯობესოს და უკვე მისი ძალიდან და ასე ვთქვათ, მენტალიტეტიდან გამომდინარე, ყველას გაუჭირდება მასთან ბრძოლა საომალოდ პოტენციურად. ასე რომ კიდევ დამატებით დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ლევანმა უნდა გამოიყენოს თავის ფიზიკურობა, დიდ დისტანციაზე არ უნდა დადგეს, უნდა დაიცვას ბუნებრივად ტეიქდაუნები და არ უნდა გადააყვანინოს თავი, თუ გადაიყვანს რამენაირად ლეონი უნდა მოახერხოს და წამოდგეს და თავის ფიზიკურობის ხარჯზე დაჩაგროს და თუ მიწაზე გადავლენ თვითონ აღმოჩნდეს ზევით, ყურადღებით, ასე ვთქვათ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ აღმოჩნდეს ლეონისთვის ხელსაყრელ გარდში, ასევე მას ლეონს აქვს საკმაოდ საჭირო გილეტინები გადაყვანისას მნიშვნელოვანია, რომ თუ ფეხში შევა, კისერი არ დატოვოს ისე, რომ გილეტინის შეკვრა შეძლოს ლეონმა. ამ შესაბამისად თუ მოახერხებს, რომ დომინანტურ პოზიციებში მოხვდეს მიწაზეც, ან ჰაფგარდში მაინც, ჩემი აზრით შეიძლება ჩვენ ხელს რომ მძიმე დარტყმები მიაყენოს, ზიანი ატარებინოს და პოტენციურად დააფინიშოს კიდევაც მიწაზე. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი ყურადღება მისაქცევია ოპონენტებს, ყოველთვის უნდა უცეთ პატივი და შესაბამისად UFC-ში, ასე ვთქვათ, ბანძი არავინ არ არის, ყველა მებრძოლი არის, ყველას რაღაცის გაკეთება შეუძლია. ზოგადად მინდა გავაკეთო ერთი ფართო ვიდეო ქართულ მებრძოლებზე, განსაკუთრებით მებრძოლებზე, რომლებიც UFC-ში არიან და პოტენციალურად შესაძლოა რომ გადავიდნენ UFC-ში და მათ, ასე ვთქვათ, უნარებზე და პოტენციურ შანსებზე, რომ გახდნენ ტოპ მებრძოლები და ასევე შესაძლოა ჩემპიონებიც, ასე რომ დაელოდეთ მაგ ვიდეოსაც. ვინც რეალურ ანალიზს შემოგთავაზებს და რეალურ კომენტარებს დაგვიწერს, შევეცდებით, რომ გავცეთ პასუხი. გთხოვთ მოიწონეთ, ასევე გააზიარეთ ვიდეო და შემდეგ შეხვედრამდე.